15 აპრილის საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატური სამსახურის დაარსების დღეა. საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ დღეს მანდატურის თანამშრომლებს უმასპინძლა პროფესიული დღე მიულოცა და მადლობის სიგელების გადასცა. პროფესიული დღე საკუთარ თანამშრომლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სალომე სანაძემაც მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. სკოლა არის ადგილი, სადაც სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ განათლებას იღებენ, არამედ უვითარდებათ უნარები და იყალიბებენ სოციალურ ურთიერთობებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მანდატურის სამსახური აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე, არამედ მათ ფსიქოემოციურ განვითარებაზე და სკოლაში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაზე. მანდატურის სამსახურის ყველა თანამშრომელს ულოცავ მანდატურის სამსახურის დაარსების დღეს. მადლობა ბატონ მინისტრს დაჯილდოებისთვის. ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა სკოლებში შევქმნათ ჰარმონიული, უსაფრთხო, ზრუნვაზე ორიენტირებული გარემო.